ზუსტად 10:09-ია დილამშვიდობისა. პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში 4506 მეტრზე უსინათლო მთასვლელი ავიდა. როგორ შეიძლება განვლო დათოვლილი დისტანცია მხოლოდ ბრმა შეგრძნებებითა და შეძახილებით? პირველ უსინათლო ქართულ მთასვლელზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. ამ ფილმის შემქმნელი Creative Studio IGO-ს დირექტორი გია ჯვარშიშვილი და თავად დათო ყვირილიანი სტუდიაში უკვე შემოგვიერთდნენ. დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და განსაკუთრებით შენ. პირველ რიგში რა თქმა უნდა გკითხოთ რა იყო ეს არ იყო უბრალოდ მწვერვალის დალაშქრა შენთვის, ეს იყო რაღაცა სხვა ძალიან დიდი სიმბოლური მწვერვალი, ხო? მოდი აგვიხსენი, როდის დაისახე მიზნად ასულიყავი გერგეტზე, უფრო კარგად იცნობენ ამ მწვერვალს სპარტაკის სახელწოდებით. და ვინ დაგეხმარა ამ დალაშქრის პროცესში? იდეა დაიბადა ადამიანი გიორგი ჯვარშიშვილთან დამეგობრების შემდეგ. თქვენს გვერდისთვის. მერე? დამეგობრების შემდეგ, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი ცხოვრების ისტორიის მოსმენის შემდეგ და ახლოს გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დოკუმენტური ფილმი გადაიღო და იდეაში სხვადასხვა რამე იყო, მაგრამ მე ვიცი, რომ ყოფილიყო მთა და ისეთი რამ გამაკეთებინა, რომ დამამტკიცებინა საზოგადოებისთვის მიუხედავად იმისა, რომ თვალის შინი გვაქვს დაკარგული, შეუძლებელი არაფერია და აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ გულაშქრა მყინვარ წვერი. ვიცი რა, მე მაგალითად ვიცი, რომ მე-9 მთასვლელი ხარ მსოფლიოში, ვინც ეს შეძელი, მაგრამ პირველი ქართველი. ისიც გამიგია, რომ ასეთ შემთხვევაში უსინათლოს წინ უნდა უძღოდეს მთასვლელი, რომელსაც უკან რაღაცა ზანძალაკი ან ეჟვანი აქვს დაკიდული და რაღაცა ამ ხმას უნდა გაყვე. შენ ვინ გეხმარებოდა ამ ასვლის დროს? ან რა სახის რაღაცა კოდური სიტყვები იყო, შეძახილები იყო, არ ვიცი, რა გეხმარებოდა, რომ არ ამოვარდნილიყავი სამარშრუტო ხაზიდან? შევიმუშავეთ წინასწარ წესები, მაგალითად, როცა ქვაზე გადავდიოდით, მაგას დავარქვით კიბეები და როდესაც ზარს მივყვებოდი, უკან მომყოლი თამსვლელი მიხსნიდა მარჯვნივ მარცხნივ, რომელსაც სწრაფად ვაკეთებდი რეაქციას. და რაცა შიშის გრძნობა არ ქონდა ისეთი იმდროხა მაინც. შიშის გრძნობა მქონდა, როცა ნაპრალებზე გადავდიოდი, კი მიუხედავად იმისა, ყველანაირად დასული ვიყავი და მაგრამ ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე, მაინც დაძაბული ვიყავი, როდესაც ნაპრალებზე გადავდიოდი და ყველაზე დიდი დაძაბულობა ხმაურამ შექმნა, რადგან მოგეხსენებათ, მთაში სიწყნარია და როდესაც კლდეს წყდებოდა ქვა, მისი ხმაც ისმოდა და დავარდნის ხმა და აქედან გამომდინარე ძალიან ის ხმაური გიშლიდა ხელს. ვერ ხმაურობდა საშიშე. და იმიტომაც რომ თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ ხმებს. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ როდესაც თეონა ცხომელიძემ კურიერის კორესპონდენტმა გააკეთა თქვენზე მასალა, როგორ ემზადებოდით ფიზიკურად მთაზე ასასვლელად, ჩვენ გვაქვს საშუალება ამ კადრებს მივადევნოთ თვალი. მაინტერესებს, ვინ გაგატარათ აი სპეციალური ინსტრუქტაჟი და ვინ მოგამზადეთ ფიზიკურად? ფიზიკურად მომზადებაში ძირითადად მეგობრები მეხმარებოდნენ. სპორტსმენები არიან, ხო? ერთი არის ყოფილი ფეხბურთელი და ერთი, რომელიც ბავშვობიდან ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა სპორტს. თქვენ ამ სიუჟეტში საუბრობდით, რომ წარმოსახვაში ძალიან კარგად წარმოგედგინათ რა არის მთა, მთის მწვერვალი, რაღაცა ზღვის სურნელებაზეც საუბრობდით. საზოგადოებამ შეიძლება არ იცის, რომ თქვენ ხართ აფხაზეთიდან დევნილი და ალბათ არც ის იცის, რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ეს არ არის თანდაყოლილი პრობლემები თქვენ შემთხვევაში. მოგვიყევით, როდის გაჩნდა ეს პრობლემა და საერთოდ რამდენად აქტიური ადამიანი ხართ, იმიტომ მთის დალაშქრა ესე ჩვეულებრივ პასიურ ადამიანს არ შეუძლია. რაღაცა გზა უნდა გამბოს ისეთი, რომ მე უკვე ესეთი მწვერვალის დალაშქრაც მოუდეს. აღმოჩნდა 6 თვის ასაკში თვალის წნევა, ანუ გლავკომა. 7 წლამდე სრულად ვერ ხედავდი, მაგრამ ბუნება მთლიანად მახსოვს და რა თქმა უნდა ზღვა, რადგან აფხაზეთიდან დევნილი ვარ და რამოდენიმე მეტრში იყო ჩემგან ზღვა. პირველი თვალი დაუკარგე 7 წლის ასაკში და მეორე 8 წლის ასაკში. ამის შემდეგ მოვედი უსინათლო სკოლა ინტერნატში, თბილისში, აულაბარში.
და მე 92 წელში უკვე სრულიად გადმოსვლამ მიწია დევნილობაში და გადაწყვეტე მეცხოვრა თბილისში, ამჟამად ცხოვრობ თბილისის ზღვაზე, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებში. და იქიდან დადიხართ ფონიჭალაში უსინათლოთა კავშირში, სოხუმის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილედ. აფხაზეთის ფილიალის თავმჯდომარე. ამ ადამიანზე თქვენ გადაწყვეტეთ ფილმის გადაღება. დღეს ჩვენ ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ მოვისმინოთ კიდევ უფრო მეტი. რა კუთხით გაგვაცნობთ ამ ადამიანს და როგორ ფიქრობთ ეს ფილმი აქვს თუ არა, ექნება თუ არა ამ ფილმს შანსი მოხვდეს ევროპულ ფესტივალებზე? რა თქმა უნდა, ეს ფილმი ძალიან საინტერესო იქნება იმის გამო, რომ განსხვავებს ადამიანის ცხოვრებას, რომელიც არის მებრძოლი. მან გაიარა ურთულეს ცხოვრების გზა, მიუხედავად ამისა არ განებდა იბრძვის. აი ერთგვარად საქართველოს რაც გამოიარა საქართველოს ბოლო აწრეულების განმავლობაში, ეს ყველაფერი ძალიან აისახა დათოზე. დათომას გაიარა ის ძალიან რთული გზა და ფაქტობრივად წარმატების ფორმულა. დათო, ეხლა 13-ში თუ 14-ში საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, უსინათლოთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თქვენი კავშირი რა ფორმით ხდება ამ დღეს? ვაპირებთ, რომ ხოლმე დიდი ზეიმი მოვაწყოთ, შევხვდეთ ყველა იმ ერთმანეთს და მივუწოთ ხვალინდელი დღე და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ თვალისჩინი გვაქვს დაგარგული, შეუძლებელი არაფერია და რა თქმა უნდა, მხარდამჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს ადაპტირება ჩვენი საზოგადოებასთან, ინტეგრაცია და ასე ვისარგებლებ შემთხვევით და უსინათლოთა კავშირს აქვს ესეთი პროექტი ხმოვანი სინთეზატორი, რომელიც არის ყველა იმ ადამიანისთვის საჭირო, როგორც ადამიანს წყალი ჭირდება, ისე თვალისჩინის დაკარგულ ადამიანს ჭირდება ხმოვანი სინთეზატორი, რადგან ინტერნეტზე ვართ დღეს დამოკიდებული თითოეული ადამიანი, ვინც სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ და აქედან გამომდინარე აუცილებელი და ჰაერივით გვჭირდება ხმოვანი სინთეზატორი. დათო, თუ შეგიძლია გითხარი, აი მე ისე მინდა დაუბრუნდე შენ მთავარ მიღწევას, ხო? დღეს რის გამოც მოხდე ჩვენს გადაცემაში. თუ მიუძღვენი ვინმეს, აი ეს შენი ძალიან დიდი წარმატება. საერთოდ საინტერესოა პირველ ქართულ უსინათლო მთასვლს თუ ყავს მაგალითად გულის სწორი. კი, დავით ყვირილიანი შეყვარებული გახლავთ. დავით ყვირილიანი შეყვარებულია, ვიზე? არის ისეთი ის ადამიანი, რომელმაც გამიგო ცხოვრებაში, იცის ჩემი ცუდის და კარგიც. თქვენ უკვე ერთად ცხოვრობთ? არა, მე დაოჯახებული არა ვარ. რადგან დაოჯახებას ვფიქრობ. თბილისელია ეს გოგონა? არ არის თბილისელი, აუცილებელი არ არის, დავაკონკრეტო სადაურია. ვფიქრობ ოჯახის შექმნას, მაგრამ პირველ რიგში ჯერ საცხოვრებელი პირობების მოგვარებამ ვაპირებ და მოიხსენებათ ხელფასები ძალიან დაბალი გვაქვს შემოსავლები და ეკონომიურად რომ მოძლიერდები აუცილებლად. მაგრამ მოიხსენება ასაკი გვემატება და აქედან გამომდინარე დრო არ იცდის ხო? ეს რაც მე დავამატო, ხა რამდენი ძლიერი ადამიანია უკვე ნახეთ და ხო, მაგრამ აი ის რომ გია გვიყვებოდა რომ ცოტა ხნით ადრე ქონდა ფეხი მოტეხილი, ხო? კი, ეს ორივე ფეხი რო ქონდა მოტეხილი, ანუ რა შეძლო ამ ადამიანმა ეს ჩემს ორივე კოჭი ქონდა, კოჭი მოტეხილი, ანუ აი ეს და ბოლო შეკითხვა ძალიან მოკლედ. არ ჭირდებოდა ამ კაც გზაში გამხნევება 4506 მეტრზე. დიდი 3 თვე მზადებოდი ამ ყოველფრისთვის ფაქტობრივად, ჯერ ფსიქოლოგიურად პირველ რიგში. არ დაუღრია ფარხმალი შუაგზაზე? ალპინისტები გვეხმარებოდნენ, მაგაში ძალიან დიდი მადლობა მინდა მაგისთვის გადავხადო დათო ამირეზაშვილს, ლევან შერვაშიძეს და თუხარელს, ეს ბევრი ადამიანი იყო, ვინც აი მართლა გმირობა ჩაიდინა იმ ხალხმაც, იმიტომ რომ ერთი აიღეს ურთულესი პასუხისმგებლობა, იკისრეს თავის თავზე და მეორე მართლა ზუსტად ჩაატარეს ის სამუშაო დათოსთან, რომ დათოს არ დაეყარა ფარხმალი. თუმცა მოხდა ერთი შემთხვევა 4000 მეტრს როცა აცდა დათო, რაც ით დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მეტიო აღარ შემილია, უკვე უნდა დამასვენონ, იმიტომ რომ რაღაც ისეთ სიტუაციაში იყვნენ გაჩერება არაფრით არ შეიძლებოდა.
და რამდენადაც მე ვიცი, სწორედ ამ დროს გაამხნევე შენ, ხო? ფოთაშორის გავაწყვეტინე გიოს და რაციაზე რომ ვესაუბრებოდი, ესეთი კითხვა დამეთხო, გეშინია? არა. შიშტა არ მეშინია მეთქი, აბა დაიღალე? არა. აბა რა გალერიოლებს მაშინ გააგრძელე გზა. ეს იყო დათომ გაასწრო დიდი შემართება და რა წინ და მხოლოდ წინ მე საუკეთესო წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაში პირველ რიგში, იმიტომ რომ ქალი ვარ და მთელი ქართველების სახელით რა თქმა უნდა იმ ძალიან დიდ მიზან დასახულობაში რაც უკვე თქვენი ძალიან კარგი ნაბიჯით დაამტკიცეთ და ახვედით 4506 მეტრზე დათო ყვირილიანი და გია ჯვარშიშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ახლა კი დროა შევერთდეთ პაატა გულიაშვილს. თქვენ კი მადლობას გიხდით მობრძანებისთვის.